ვისთვის შეიქმნა IAPI კრედიტის პროექტი და როგორ იმოქმედებს ის ამ თემაზე ჩვენ შეკითხვებს ახლა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე უპასუხებს პირდაპირ ეთერში. ბატონ დავით, მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში და პირველი კითხვა, პროექტის დეტალები განვართოთ, ვისთვის შეიქმნა ეს პროექტი და როგორ იმოქმედებს ის, თუ შეიძლება რომ უპასუხოთ. მოგესალმებით. პროექტი შეიქმნა მთელი სექტორისთვის. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, დაწყებული პირველადი წარმოებიდან დამთავრებული გადამამუშავებელი მრეწველობით. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ზომის ფერმერის ან სხვადასხვა ზომის მეწარმის მოთხოვნილებები და შესაძლებლობები სხვადასხვაგვარია, პროექტი ამ ეტაპზე არის სამკომპონენტიანი. ეს მხოლოდ დასაწყისია და ეს არ გამორიცხავს, რომ იმპლემენტაციის დროს კიდევ რამე შეიცვალოს, დაემატოს, ამოსწორდეს, მაგრამ ეს სამი ძირითადი კომპონენტი, რომელიც შედგება 5000 ლარამდე სასაქონლო განვადებისგან, ეს არის უპროცენტო სასაქონლო 6 თვიანი განვადება მცირე ზომის ფერმერებისთვის, ნედლეული შესაძენად, 5-დან 100000 ლარამდე საოპერაციო ნედლეული შესაძენად, რომელიც იქნება მაქსიმუმ 8%, თუმცა შესაძლებელია იყოს უფრო დაბალი, სადაც მონაწილეობენ როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, რომელთა ზედაზღვარი 50000 ლარში ადგენს, ხოლო მის ზემოთ უკვე ბანკების არიან ჩართულები და 1 მილიონ ლარამდე, ანუ 600000 დოლარამდე დიდი მასშტაბის პროექტები, რომლებიც იქნება გადამამუშავებელი მრეწველობა, იქნება სამაცივრო დანადგარები, იქნება ყველაფერი ის, რაც დამატებით ღირებულებას ქმნის. აქ საპროცენტო განაკვეთი მაქსიმალური იქნება 3% და ხანგრძლივობა ბიზნესის მიხედვით შესაძლებელია იყოს 7 წლამდე. გასაგებია ბატონ დავით, ესე იგი როგორც ვთქვი, დარგობრივი პრიორიტეტები არ არსებობს, მაგრამ თუ არის საჭირო რაიმე უზრუნველყოფა ამ სესხების გლეხების მხრიდან? მინდა გითხრათ, რომ იმდენად მრავალფეროვანია საქართველოს თავისი ბუნებრივი პირობებით, რომ ყველა რეგიონს ბუნებრივი აქვს თავისი პრიორიტეტი. თუმცა სამინისტრო ბანკებთან ამ პარტნიორულ ურთიერთობებში არ ერევა ამაში, რათა ბანკებს ჰქონდეთ სრული თავისუფლება და ყველა ტიპის პროექტი მიიღონ. ერთ მაგალითს გეტყვით, მაგალითად, კახეთზე რომ ვისაუბროთ და პრიორიტეტები ჩამოვაყალიბოთ, ბუნებრივია პირველი, რაც ყველას თავში მოუვა, ეს არის ვაზი, ღვინო, ვენახი, ღვინის წარმოება, მაგრამ სულ ახლახანს დაიწყო ძალიან საინტერესო პროექტი ზეთისხილის წარმოების, რომელიც რამე შეზღუდვა არ ყოფილიყო დაწესებული, ვერანაირად ამ პრიორიტეტში ვერ მოხვდებოდა. აქედან გამომდინარე, ვიმეორებ, ბიზნესი, ანუ კერძო სექტორი ყოველთვის მოდის ჯანსაღი გადაწყვეტილებით. ჩვენ მას მივყვებით, ხელს უწყობთ, ხოლო იქ სადაც დაჭირდება ბანკს რჩევა, კონსულტაცია, დახმარება, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ გვერდში ვართ და ეს პროექტები ერთად უნდა ვაკეთოთ. ბატონ დავით, რა პროცედურებია საჭირო გაიაროს ფერმერმა, რომ მიიღოს ეს კრედიტი? აი, მე კიდევ ერთხელ გკითხავთ, თუ არის საჭირო რაიმე ფინანსური უზრუნველყოფა, ან ქონებრივი უზრუნველყოფა, ან რაიმე პროექტის წარდგენა ბანკისთვის? რა თქმა უნდა, პირველ რიგში აქ არის საჭირო ბიზნესგრადი პროექტის წარდგენა. ეს დავიწყოთ დიდი პროექტებიდან, ანუ მილიონ ლარამდე, რაც არის საუბარი. აქ თვითონ უზრუნველყოფა არის ის საწარმო, ის დანადგარი, ის ხაზი, რომელსაც ყიდულობენ. რაც შეეხება მცირე ზომის ფერმერებს 5000 ლარამდე, ეს სასაქონლო განვადება გამარტივებული წესით გაიცემა. აქ არ არის საჭირო ესეთი დიდი გართულებული ბიზნეს გეგმის წარდგენა. ეს არის საოპერაციო განვადება, რომელსაც გამარტივებული წესით აიღებს ყველა ის ადამიანი, ვისაც რა თქმა უნდა საფუძველი აქვს, რომ გააჩნია მიწა და დაკავებულია სოფლის მეურნეობით. ხოლო 5-დან 100000 ლარამდე აი ამ შუალედში აქ საჭიროების შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში თუ ბანკი ამას მოითხოვს მხარდაჭერას, ფონდი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 1/3-ში მეორად გარანტიას უკეთებს ბანკს. ანუ რას ნიშნავს ის, რომ თანხით უდგება გარანტად აღებული სესხის 1/3-ში იმის ზემოთ, რასაც თვითონ ეს იქნება მიწა თუ სხვა რამე, რასაც გირაოდ გამოიყენებს სესხის ამღები. კიდევ როგორ მონაწილეობს სოფლის მეურნეობის ფონდი ამ პროგრამაში? მე თუ არ ვცდები, მე რამდენადაც მესმის, ფონდი უზრუნველყოფს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. დიახ, ნამდვილად ესე გახლავს. დიახ, გაგვიმართეთ თუ შეიძლება როგორ მოხდება. საპროცენტო განაკვეთის შემცირება, როგორც მოგახსენეთ, პირველ შემთხვევაში ეს არის ფონდის ჩარევის გარეშე, ანუ 5000 ლარამდე, როდესაც ვსაუბრობდით უპროცენტო სასაქონლო განვადებაზე, ეს გახლავთ 6 თვემდე და არის ფონდის ჩარევის გარეშე, ანუ პროცენტი არ ერიცხება. 5-დან 100000 ლარამდე ბანკებთან არის შეთანხმება, რომ მაქსიმალური განაკვეთი იქნება 17, ეს არის 2 წლიანი მაქსიმუმ საოპერაციო კრედიტი, სადაც 17%-ის შემთხვევაში ფონდი ეხმარება მსესხებელს და ჩამოყავს 8-მდე, თუ არის სესხი 16 იქნება 7 და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება დიდ სესხებს, რომელიც პირდაპირ შესაძლებელია რომ გაიცეს მყარვალიუტაში, დოლარში, ვინაიდან ნედლეული შეძენა გადამამუშავებელი ხაზები ძირითადად იმპორტირებულია, აქ მაქსიმუმი არის 15, ხოლო ფონდი
ეხმარება მსესხებელს რომ ჩამოვიდეს 3-მდე, ხოლო თუ ბიზნეს წინადადება უფრო კარგია და უფრო ესე ვთქვათ ეფექტურია და არის 14 ან 13, შესაძლებელია სესხის საპროცენტო განაკვეთი 1%-მდე დავიდეს. დამეთანხმებით რომ ეს არის ძალიან საინტერესო და კარგი შეთავაზება, ეს გახლავთ ქართული ოცნების დანაპირების მეორე რაუნდის ასრულება, რომელიც არჩევნების წინ იყო, პირველი მოგეხსენება საგაზაფხულო ხნა იყო და ეს უკვე სრულდება, ხოლო მეორე იყო აი სწორედ დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი კრედიტი და დღეს სწორედ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ აი ამას ვიწყებთ 13 პარტნიორთან ერთად. ბატონო დავით, ეს პროგრამა რამდენად ეფექტური იქნება თვითონ ეკონომიკისთვის, სოფლის მეურნეობის დარგისთვის და რა უჯდება ეს პროგრამა ბიუჯეტს? ხომ არ იხარჯება სახელმწიფო სახსრები ამ მიმართულებით? ბიუჯეტს არაფერი უჯდება, მინდა გითხრათ, კაფიოდ და ნათლად, ეს ყველაფერი არის ფონდიდან. შესაბამისად, წინასწარმის საუბარი თუ ფონდს რა დაუჯდება ძნელია, ვინაიდან ეს არის მიბმული იმ სესხებზე, რომელსაც დაამტკიცებენ და მიიღებენ ბანკები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სურვილი ისა, რომ ისეთი რომ თითო რაიონში მინიმუმ ერთი საწარმო მაინც შეიქმნას, მაგრამ ეს არ არის ლიმიტი. ყველა კარგი წინადადება იქნება დაფინანსებული, ვინაიდან დღეს არის კატასტროფული მდგომარეობა დარგში და სასწრაფო ჩარევას საჭიროებს ძალიან სუდ დღეში არის როგორც პირველადი წარმოება, ასევე გადამამუშავებელი მრეწველობა, ამიტომ დაწყებული კიდევ ვიმეორებ სასაკლაოებიდან, დამთავრებული ქარხნებიდან, დამთავრებული სამაცივრო დანადგარებიდან ის რაც იქნება ვიმეორებ ბიზნესის ენაზე კარგად გათვლილი და შედგენილი, იმიტომ რომ დათვლის გარეშე სესხის აღება თვითონ სესხებელსაც არ უნდა აწყობდეს, ვინაიდან ის დიდი ალბათობით მერე შეიძლება პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ, როდესაც ბანკი ჩაეძიება, ბანკი ეკითხება დამატებით კითხვებს, ეს ორივე მხარის სასარგებლოდ არის, რადგან განაცხადი იყოს ჯანსაღი, ბანკების ინტერესი ვიმეორებ არის დიდი, დაახლოებით 3-4 თვე ინტენსიური მუშაობა მიდიოდა, ეს არის შეჯერებული წინადადება ყველა მონაწილე სუბიექტთან ერთად. კიდევ მე ჩვენ ვიწყებთ ძალიან ახალ და კარგ რამეს. ნახოთ როგორ იქნება. ბატონო დავით, მაგრამ ფონდთან დაკავშირებით მინდა დავაზუსტო. გასაგებია რომ ფონდი აფინანსებს ფერმერებს, მაგრამ ვინ აფინანსებს თავად ფონდს და რა მონაწილეობა აქვს კომერციულ ბანკებს, რომლებიც რა თქმა უნდა მოგებაზე მუშაობენ პირველ რიგში. მოიძებს ვთქვათ, ფონდში ძირითადი დამფინანსებელი გახლავთ ფონდი ქართო. აქ კიდევ მეორე ბიუჯეტს არაფერი შეხება არ აქვს და ეს კარგად მინდა განვმარტო იმ დაინტერესებული პირებისთვის, ვინც შიგადაშიგ განცხადებას აკეთებენ და მე არც ინტერესდებიან რა ხდება ამ მიმართულებით. ასე რომ ბიუჯეტთან აქ შეხება არ აქვს. მეორე, ეხლა რაც შეხება კომერციულ ბანკებს. კომერციული ბანკები ფონდში არ მონაწილეობენ, ისინი აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. ბანკებს თლიანად გადასესხებული პორტფელიდან დღემდე საქართველოში რაც კი რამე სესხი გაიცემა, რომ ავიღოთ ეს პორტფელი, სამწუხაროდ 1%-ზე მეტი ვერ ქონდათ გაშვებული სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დღეს რა სიტუაცია გვაქვს? მას შემდეგ რაც ეს პროგრამა გამოცხადდა, მიდიოდა მუშაობა, ბანკებმა დაიწყეს სოფლის მეურნეობის სპეციალისტების აყვანა, კვალიფიკაციის გაზრდა, რათა უფრო კარგად შეფასდეს განაცხადები და უფრო პროფესიულად მიიღონ მონაწილეობა, ვინაიდან ერთის მხრივ თუ ავიღებთ რომ ეს არის ცუდ დღეში და ცუდ მდგომარეობაში არსებული სეგმენტი, მეორეს მხრივ ძალიან დიდია ზრდის პოტენციალი და მე ძალიან ესეთ გულწრფელად მივესალმები კერძო სექტორის იმ სურვილს, რომ ამ მიმართულებით გრძელვადიანი პერსპექტივა დაინახეს და ფიქრობენ, რომ ამ ბაზარზე თანთანობით გაზარდონ თავიანთი მონაწილეობა. გასაგებია, ბატონო დავით, მაინც ფონდის დაფინანსებასთან დაკავშირებით მინდა უფრო დავაზუსტო, თქვენ ბრძანებთ, რომ ფონდი ქართულ დააფინანსებს სოფლის მეურნეობის ფონდს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ინიციატივა თუ ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა? როგორ უნდა განვასხვაოთ ეს ინიციატივები? ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრია. კი ბატონო, მაგრამ ეს არის მისი როგორც სახელმწიფო მოხელის ინიციატივა თუ კერძო პირის ფონდი და კერძო პირის პროგრამა? იცით, მე ამას ვერ გეტყვით, ეს ფონდი ქართულიდან ფინანსდება და გარდა ამის არის კიდე კერძო შემომწირულეების, თუმცა ძირითადი ნაწილი ფონდი ქართუა. ეს არის წინასაარჩევნო დაპირება და ეს სრულდება, ხოლო ფონდი ქართულ როგორ და რანაირად რიცხავს და თარიღი და მოცულობა თუ გაინტერესებთ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ეს განახოთ ფონდში მობზანდეთ და იმ გრაფიკის მიხედვით, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის წარმოებასთან, ხდება თანხების ჩარიცხვა. გასაგებია და ბოლო კითხვა, ვის უნდა მიმართონ ფერმერებმა იმისათვის, რომ მიიღონ ეს კრედიტი, ანუ იქნება თუ არა რეგიონული განყოფილებები, თუ კომერციულ ბანკებს უნდა მიმართონ პირდაპირ? აუცილებლად, ყველა ის ბანკი, ვინც დღეს დასახელდა და ხელი მოვაწერათ ერთობლივ მემორანდუმს, წარმოდგენილია რეგიონებში, არის რაიონები, რომელშიც ყველა არ არის ბუნებრივია. შესაბამისად, ყველა ის ბანკი, რომელიც მონაწილეობს და აქვს ფილიალი, არიან უკვე მზად და მოწადინებული და უფლებამოსილი, რომ მიიღონ განაცხადები და ასევე მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, კრედო და კრისტალი. ეს ორი მიკროსაფინანსო ინსტიტუტი ამ ეტაპზე გახლავთ თანამონაწილე და ამას პლუს 11 ბანკი.
გასაგებია საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად დავაკვირდებით პროგრამის მიმდინარეობას. ძალიან დიდი მადლობა სოფლის მეურნეობის პროგრამის დეტალებზე სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე საუბრობდა.